გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, არ გაგეცინო და ისო ქიმიურ იარაღზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. როდესაც ვამბობ, რომ ის დასავლელები ჩვენ თანასწორ ადამიანებად არ ვქლიან, ზოგიერთი მიწყებს მტკიცებას, რომ ეს ასე არაა, მაგრამ მოდით ფაქტებს შევხედოთ. ბრალს გვდებენ მომიტინგეების ქიმიური იარაღით მოწამვაში, ნახ ყველაფერი მოსულა ამ ბეთკულ დედამიწაზე. შეიძლება ასეთი მთავრობაც არსებობდეს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მოწამვას გადაწყვეტს ქიმიური იარაღით. სრულიად არ გამიგვერდებოდა ეს სააკაშვილის პირობებში რომ მომხდარიყო, ის ხომ ადამიანი არ იყო, ის იყო მონსტრი და მონსტრებს ემპათიის გზნობა არ გააჩნიათ. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მაქვს სალაპარაკო. ქვეყანა საშინელ დანაშაულში ძებნ ბრალს. მაგრამ ტოქსიკოლოგიის საკითხი იმდენად ზედაპირულად აქვს შესწავლილი, რომ მოწამვლის მთავარ კომპონენტად ასახელებენ ნივთიერებას, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგებოდა წყლის ჭავლის შემადგენელ ნაწილად. იმიტომ ვერ გამოდგებოდა, რომ წყალში არ იხსნება და თუ წყალში არ იხსნება, მაშინ როგორ შეიძლება ის მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენო. მხოლოდ ერთი საშუალებით. თუ კი როგორც გუნდას ხელში დაიჭერდა ესვრი ადამიანს. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. ანუ იმთავითვე ცრუობს ის BBC-ს ჟურნალისტი და რატომ ცრუობს? რატომ დაასახელა ისეთი ნივთიერება, რომელიც ამავე დროს 1930 წლიდან ამოღებულია წარმოებიდან. რატომ და იფიქრა, რომ ის ველურები მაინც ვერ გაიგებენ რა და როგორ არის და ყველაფერს გადაყლაპავენ. თავს ძალაც კი არ დაატანა, რომ გამოეკლია რასთან, რა ნივთიერებასთან უნდა ჰქონოდა მას საქმე. ანუ ხომ გესმით მათი დამოკიდებულების დონე ჩვენდამი. არ გამოურიცხავ, რომ იმ ნაგლებს ისიც ეგონოთ, რომ ჩვენ წერა-კითხვა არ ვიცით, რომ პალმის ფოთლებით ვართ შემოსილნი და სანადიროდ შუბითა და შურდულით დავდივართ. ეს არის სუფთა იმპერიული მიდგომა. დიდი ბრიტანეთის 3 საუკუნე ყველაზე ძლიერი იმპერია იყო მსოფლიოში. აკონტროლებდა დედამიწის ალბათ 3/4-ს და იმ 3/4-ს ზემოდან უყურებდა. ხო და სხვა ქვეყნებისადმი იმპერიული მიდგომა ისტორიული მეხსიერების დონეზე აქვს შერჩენილი. ჩვენი ქვეყანა მათთვის არის რაღაც შორეული გაუგებრობა, რომლის ყიდვა მძივებითა და სამთებელათი შეიძლება. აი საფრანგეთის, ან იტალიის, ან დანიის მიმართ რომ ყოფილიყვნენ ასე მტრულად განწყობილნი, ისინი აუცილებლად უფრო სიღრმისეულად შეისწავლიდნენ საგანს და შეიძლება უფრო დამაჯერებელი არგუმენტებიც მოეგონებინათ. ასე მგონია მე. და შეიძლება ვცდები. შეიძლება იციან რა ხალხთა ზერელი დამოკიდებულება სხვადასხვა დეტალებისადმი, უბრალოდ წამოაყრანტალეს პირველი რაც თავში მოუვიდათ, მე ახლა იმ ქიმიურ ნივთიერებას გულისხმობ და მათი მთავარი ამოცანა იყო iluzიის შექმნა. დიახ, მათ ეს გააკეთეს და სრულიად შესაძლებელია, რომ ამიერიდან ჩვენ ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეს დაღი დასმული, რომ მისი მთავრობა აბობოქრებული პროტესტანტების წინააღმდეგ იყენებს სრულიად არაჰუმანურ ქიმიურ იარაღს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო ღირსეულად გამოვა ამ fake news-იდან და სასამართლოსაც მოიგებს, მაგრამ დაღის კვალი მაინც დარჩება. იმ ანეკდოტის არ იყოს. ვანია კოლას ურეკავს და ეუბნება, კოლა გუშინ თქვენ ჩვენთან სტუმრად ბრძანდებოდით და რომ წახვედით ერთი ვერცხლის კოვზი გაქრა და ამიტომ ჩვენთან აღარ მოხვიდეთ. კოლა გამწარებული პასუხობს, რას ამობთ ვანია, ხელი არ გვეხლია იმ კოვზისთვის. ვიცი, ამობს ვანია, ის კოვზი მერე ვიპოვეთ, მაგრამ უსიამოვნო გრძნობა მაინც დაგვრჩა. აი სუფთა ეს ვარიანტი გაითამაშეს დიდმა ბრიტანელებმა. რაში დასჭირდათ ეს? დავიჯერო იფიქრეს, რომ შარშან სასიკვდილოდ მოწამლული ადამიანები ამ ამბით შეძრწუნებულნი დღეს ჩამოაგდებენ არსებულ ხელისუფლებას და ნანუკა ჟორჟოლიანს დასვამენ ტახტზე და ჟორჟოლიანი კი მერე დიდი ბრიტანეთის ყველა ხუშტურს შეასრულებდა, გამოუცხადებდა ომს რუსეთს, მოიგებდა იმ ომს და კრემლში უინძორების დინასტია შეიყვანდა? არა რასაკვირველია. თლათ ასეთი ბრიყვებიც არ არიან დიდი ბრიტანელები. მათი სახელოვანი დაზვერვისთვის ალბათ
უკვე ცნობილია, რომ ამ სატყუარაზე ჩვენი ხალხი აღარ ეგება. მაშინ რა მოხდა? და მოხდა ის, რომ დიდი ბრიტანელები მოიქცნენ როგორც პატარა კაცუნები, გვიპოდლეს. დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გვიპოდლეს, იმიტომ რომ მათი არც ერთი მითითება არ შევასრულეთ, არ მოვიკალით თავი, არ ჩავიხრჩით სისხლში და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. და იფიქრეს, აგერ ნახავთ, რასაც გიზამთ და ქნეს. მაქვს წინადადება. რამე სრულიად აბსურდული პოდლობა ჩვენს უნდა მოვიფიქროთ. რამე ისეთი, რაც მათ თავმოყარეობას პანჩურს ამოარტყავს. მაგალითად, მოდი გავავრცელოთ ხმა, რომ უილიამ შექსპირის პიესები სინამდვილეში ბორჯომელმა გლეხმა ბახვა ვარსიმაშვილმა დაწერა, თანაც ქართულად. მერე კი ფრენსის ბეკონმა ეს პიესები ბორჯომის ტყეში ნახა, გადათარგმნა ინგლისურად და უილიამ შექსპირის სახელით გამოაქვეყნა. და დიდმა ბრიტანელებმა მერე იმტრიონ თავით, როგორ ჩამოირეცხონ ეს ლაქა. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.